ჩვენ ახლა ვართ ქარელში, ხეხილის ბაღში, რომლის დიდი ნაწილიც უკვე დაკრეფილია. აქ ჩვენ მეგზურობას გაგვიწევს ქარელის ხილის მენეჯერი ვატო დემურიშვილი. მოდი ვატო გითხარი რა ხდება ამ ბაღში და სად მიდის ის ხეხილი, რომელიც აქ იკრიფება? მოგესალმებით პირველ რიგში. დღეს უკვე ვამთავრებთ კრეფის სეზონს. რამოდენიმე რიგია სულ დარჩენილი. ამ ვაშლს კარგად ვცნობ. ფუჯია, რომელიც გვიანობამდე არის ხოლმე ხეზე. ეს სხვა შორის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ჯიშია ჩირის მისაღებად. აქ იკრიფება ჩვენი ვაშლი, სხვადასხვა ხეხილი, რომელსაც შემდეგ ვამუშავებთ უკვე საწარმოში. მომიყევი ამ ბაღის გაშენების შესახებ, რამდენი ხანია რაც გააშენეთ ის და რა მოგყავთ? მე-6 წელია რაც ბაღი არსებობს. უკვე შეამჩნევთ ნაყოფს, რომ სრულფასოვნად ისხავს ხე. აქ გვაქვს ვაშლის, ქლიავის და ბალის ბაღები, გაშენებულია 12 ჰექტარზე. ახლა მომავალში ვაპირებთ, რომ კიდევ უფრო გავაფართოვოთ, რადგან უზრუნველყოთ ადგილობრივი წარმოება ჩვენივე ნედლეულით. ამ ეტაპზე ვყიდულობთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონიდან, ხილს, მაგალითად კახეთიდან საზამთროს. საზამთროს ჩირსაც აკეთებთ? საზამთროს ჩირსაც ვაკეთებთ და ყველა საინტერესო ისაა, რომ სულ რამოდენიმე მწარმოებელია საზამთროს ჩირის, არა მხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. თან დავხვეწოთ ახლა ტექნოლოგია, ქონდა რაღაც ხარვეზები, საექსპორტოდ ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი პროდუქტი იქნება. პირველად გავიგე საერთოდ საზამთროს ჩირის არსებობის შესახებ, იმიტომ რომ ვიცი, რომ 90%-ზე მეტი წყალია ამ ხილში. კი, სხვათა შორის აი აქედან გამომდინარე, ყოველი 100 კილო საზამთროდან ვიღებთ მხოლოდ 5 კილო საზამთროს ჩირს. ყველაზე მოთხოვნადი რომელი ჩირია საქართველოში? ყველაზე მოთხოვნადი რა თქმა უნდა შავი ქლიავის ჩირია, რომელიც ჩვენი კორპროდუქტია, ანუ ყველაზე კარგად იყიდება. გვაქვს ჩვენ ბაღი, ბიობაღი, ქლიავის ბაღი. და ბიოჩირის წარმოებას გეგმავ? ბიოჩირის წარმოება იგეგმება უახლოეს მომავალში, თუმცა ამისთვის მრავალი ნაბიჯია გადასადგმელი. ანუ საწყის ეტაპზე ხართ. საწყის ეტაპზე ვართ, კი, ამას ჭირდება თავისი გასაღების ბაზარი, რომლის მოძიება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ჩვეულებრივი ჩირის გასაღების ბაზრის. აქედან გამომდინარე მუშაობთ ამ საკითხებზე და ახლა მომავალში ალბათ ვიხილავთ უკვე ჩვენ ბიონაწამსაც. სულ მაინტერესებდა რამდენად გქონდა მნიშვნელობა ჩირის წარმოებაში ნაყოფის სტანდარტს. ანუ არასტანდარტული ვაშლისგან ისეთივე გემრიელი გამოვა ჩირი როგორიც სტანდარტულისგან? გემოვნურ მახასიათებლებზე შემიძლია ვთქვა, რომ გემოთი დაახლოებით იგივე პროდუქტს მივიღებთ, რაც დაუზიანებელი ნაყოფი. თუმცა ჩვენი კომპანია იღებს პრემიუმ ხარისხის სეგმენტს. აქედან გამომდინარე, დაზიანებულ ნაყოფს ვერ ვიყენებთ შემდგომი ჩირის წარმოებისთვის, რადგან სარეალიზაციო ძალიან გაგვიჭირდება ამ სეგმენტში დაზიანებული ნედლეული დამზადებული ჩირის გაყიდვა. საინტერესოა როგორ მზადდება ამ ბაღიდან მიღებული ნედლეულისგან საბოლოო პროდუქტი, ამიტომ წავიდეთ საწარმოში და ვნახოთ მთელი ტექნოლოგიების ციკლი. წავუძადეთ. საწარმო საკმაოდ მასშტაბურია, როგორც გარედან ჩანს, ალბათ დიდი ინვესტიციაც იქნება აქ განხორციელებული. აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ასევე USAID-ის თანადაფინანსებით. აქ არის როგორც ჩირის საწარმო, ასევე სამაცივრე დანადგარი, სადაც ხდება ნედლეულის დამარაგება და ასევე საბოლოო პროდუქტის შენახვა. შიგნით ახლა აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ქლიავს ვაშრობთ, შეგვიძლია ვნახოთ უშუალოდ პროცესი. კარგი, მაშინ წავიდეთ და ვნახოთ რა ხდება საწარმოში. საწარმოში მუშაობა მიმდინარეობს აქტიურით. აქ ხდება ჩვენი მოკრეფილი ვაშლის გარეცხვა. ჩვენი კომპანია ფლობს ISO 22000, რაც გულისხმობს ხარისხის უნებლობას. ეს დანადგარი უზრუნველყოფს ჩვენი ნედლეულის შემდგომი გაშრობის მიზნით გასუფთავებას. რა სტანდარტებს უნდა იცავდეს საწარმო, რომ მიიღოს მან ISO სერტიფიკატი? ეს მარტივი არ არის, ხო? მარტივი ნამდვილად არ არის, ყოველწლიურად გვაქვს აუდიტი კონკრეტულ პირობების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ეს არის ჰიგიენის ნორმების დაცვა, ეს არის სხვა მრავალი შიდა განაწესის პირობის დაკმაყოფილება, ეს მარტივად ავადმყოფობის გზელი ჩამონათვალია. გზელი ჩამონათვალია. ავერცხეთ აქ ვაში. ამის შემდეგ უკვე მოხდება გაფრნა, დაჭრა და შემდეგ უკვე მოთავსება საშრობში, სადაც ხდება დაბალ ტემპერატურაზე ხილის შრობა. დავიდეთ ნახოთ.
აქ ხდება უკვე გარეცხილი ხილის გაფსკნა, დაჭრა. შემდეგ მოთავსება აქ და საერთო ჯამში აქედან უკვე მიემგზავრება საშუალებში, სადაც გადის 36 საათიანი შრობის პროცესი. სანამ საშუალებში შევალთ, მაინტერესებს რა მხელა აქვს წარმატება ამ საწარმოს, იმიტომ რომ ყველაფერი ავტომატიზირებულია და როგორც ჩანს დიდ მოცულობებთან გვაქვს, ხო, საქმე? წარმატება, საკმაოდ მაღალი წარმატება გვაქვს, იმიტომ რომ გათვლა გვაქვს არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ საექსპორტოდაც. ამ ეტაპზე უკვე რამოდენიმე ქვეყანაში გვაქვს გაგზავნილი სასწრაფო პარტიები. საუბარია ევროკავშირის ბაზარზე თუ უფრო აზიის ქვეყნებზე? სასწრაფო პარტიები გავაგზავნეთ გერმანიაში, ბერლინის მაღაზიებში მოხდება ჩვენი პროდუქციის განაწილება. შემდეგ კვირას ვაგზავნით უკვე ჰოლანდიაში. ასევე გვაქვს შეკვეთა რუსეთიდან, საკმაოდ ბევრი შეკვეთა მოდის ამ ქვეყნიდან. ასევე მუშაობთ, ვითარდებით და ახლო მომავალში უკვე შევძლებთ სრულფასოვნად მივაწოდოთ პროდუქცია. ძალიან კარგი. მე ვიცი რომ ზოგადად ექსპორტზე გატანის დროს ერთ-ერთი მოთხოვნა ძირითადად ჩემს ყიდველებისგან არის ის რომ მიწოდების უწყვეტობა შეინარჩუნოს კომპანიამ. რამდენად ახერხებთ ამას? რამდენად დიდია რაოდენობა თქვენი ნედლეულის და შემდეგ უკვე პროდუქტის და რამდენად მოახერხებთ რომ სისტემატურად მიაწოდოთ ესა თუ ის პარტია? როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია 2015 წლიდან არსებობს. წინა წლების განმავლობაში მქონდა ბევრი შეთავაზება საექსპორტო ბაზრებთან მიმართებაში. თუმცა არ გვინდა რომ ეს საექსპორტო გაყიდვის ხაზები არხები გაგვეფუჭებინა, იმით რომ მიგვეწოდებინა საკმარისი მოცულობა ან ხარისხი ვერ დაგვეცვა, ამიტომ თავს ვიკავებთ ამ ეტაპზე სრულიად უზრუნველყოფთ მიწოდების მოცულობასაც, ხარისხსაც, ამიტომ გადავდგით ეს ნაბიჯი, რომ უკვე დავიწყეთ საექსპორტო ბაზრებზე აქტიურად მუშაობა. დარწმუნებული ვარ, ბევრი მეწარმე გვიყურებს ახლა, ვისაც აინტერესებს, როგორ შეიძლება რომ მოიძოს საექსპორტო ბაზარი და რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ თავისი პროდუქტი გაიტანოს თუნდაც ევროკავშირის ბაზარზე. შეგიძლია მისცემათ რჩევა. ჩვენი კომპანია ხშირად წარმოდგენილი საერთაშორისო გამოფენებზე, საიდანაც ხდება უშუალოდ ბიზნეს კავშირების ჩამოყალიბება და ინტერესება კლიენტების იქ ამ ეტაპზე ჩვენი წარმომადგენელია გერმანიაში, სადაც იმართება ერთ-ერთი ასეთი გამოფენა. იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული გამოფენის შემდეგ გვექნება რაღაც გამოხმაურება, შედეგები და გუკავშირდებიან სხვადასხვა ტრეიდერები, რომლებიც დაინტერესდებიან ჩვენი პროდუქციის შესყიდვით და ევროკავშირის ბაზარზე გატანით. ჰოლანდიაც ახსენეს საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალში და ჩვენ ვიცით ყველამ რა ჰოლანდია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით. როგორ მოახერხეთ საქართველოში წარმოებული ჩირით დაგეინტერესებინათ ჰოლანდიელი შემსყიდველები? სხვადასხვა გვაქვს რამოდენიმე ისეთი პროდუქტი, რომელსაც ვფიქრობ, რომ მრავალი ესეთი ქვეყნისთვის იქნება ძალიან საინტერესო. ეს არის ხურმის ჩირი, რომელიც საკმაოდ ეგზოტიკურია. ასევე არ შემიძლია აღვნიშნო საზამთროს ჩირი, ასევე ნესვის ჩირი. მუშაობთ საექსპორტო ბაზარზე, მხოლოდ პრემიუმ სეგმენტზე, სადაც მნიშვნელოვანია როგორც ნედლეული და ნედლეულის ხარისხი, ასევე მისი შეფუთვა, დიზაინი, რაც აქტიურად მუშაობენ ქართველი დიზაინერები, რაც საერთოდ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შევქმნათ ნამდვილად კარგი პროდუქტი, ისეთი, რომელიც მოეწონებათ ყველგან, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბის ყველგან. ძალიან მახარებს, რომ წარმოების ყველა ეტაპს ესე გულისხმობით უდგებით, ნედლეულიდან დაწყებული, ბრენდირებით და შეფუთვით დამთავრებული. მოდი გადავინაცვლოთ უკვე შემდეგ ოთახში, სადაც ჯოჯებით არ ვიცი რა ხდება. კი ბატონო, ანუ შემდეგი ეტაპი არის უკვე დაჭრილი ხილის მოთავსება საშრობში. საშრობს დაგათვალიერებინებთ და შემდეგ უკვე გაჩვენებთ როგორ ხდება შეფუთვა. ეს არის უკვე ამ საწარმოს ცენტრალური დანადგარი, სადაც ხდება გამოშრობა. ამჯერად რას ვაშრობთ? ამჯერად ქლიავი შრება. შეიძლება შევიხედოთ? კი ბატონო, რა თქმა უნდა. შავი ქლიავი დიდი რაოდენობით. რა ტექნოლოგიები უნდა დავიცვათ იმისთვის, რომ კარგი ჩირი მივიღოთ, ძალიანაც არ გამოშრეს? ჩვენ შემთხვევაში გვაქვს 36 საათიანი შრობის პროცესი. ეს უზრუნველყოფს ვიტამინების დაახლოებით 80%-ის შენარჩუნებას. სხვადასხვა სახეობის ხილს სხვადასხვა დროს სჭირდება გამოსაშრობად? კი, რა თქმა უნდა, ყველა ხილს აქვს თავისი შრობის პერიოდი, თავისი შრობის ტემპერატურა, განსხვავდება ხილიდან გამომდინარე. ყველაზე რთული გამოსაშრობად არის მაინც ხურმის ჩირი, მოცვის ჩირი, რასაც გაცილებით უფრო მეტი დანახარჯი ჭირდება, ვიდრე სხვა სახეობებს. საბოლოოდ პროდუქტში რამე დანამატებს ხომ არ იყენებთ, მაგალითად დასატკბობად ან უკეთ შესანახად კონსერვანტებს გულისხმობ? ჩვენი ჩირი არ შეიცავს შაქრის დანამატს. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად ვინარჩუნებთ ნატურალური სტატუსს. აბსოლუტურად ამოღებული გვაქვს ყველა სახის დანამატი, ნატურალურად შრება.
და მხოლოდ შობის ტექნოლოგიით განსხვავდება სხვა ჩირებებთან. ახლა ეს ქლიავი უკვე გამშრალია, მე როგორც ხვდები. ეს ქლიავი უკვე გამშრალია, შემდეგი ეტაპი არის უკვე ამისი დასაწყობება, შეფუთვა. ამ ეტაპზე მოხდება მაცივარში გადატანა ჩირის და მანამდე დასაწყობება სანამ არ გავუყვე გასაყიდად ბაზარზე. ესეც ჩვენი საბოლოო პროდუქტი. საკმაოდ მრავალფეროვანი ნაწარმი გაქვს, როგორც ჩანს. კი, საკმაოდ მრავალფეროვანია ნამდვილად, რაც ყველაზე მთავარი არის ნატურალურად სუფთა, ყოველგვარი კონსერვანტების, დანამატების გარეშე. საზამთროს ჩირიც დაიწყე დეგუსტაცია თუ შეიძლება, იმიტომ რომ ეს ჩვენი ისეთი პროდუქტია, რომელიც აუცებს ესე ახალ მომხმარებლებს. და რომელიც ყველაზე მეტად მაინტერესებდა და შეიძლება რომ ახლა გავსინჯოთ პირველად ცხოვრებაში საზამთროს ჩირი როგორ გემოს უნდა ველოდო. მოდი გასინჯე და მე შევთანხმდეთ. რასაც დადნახო პირში. და მას შაქარი მართლა არ აქვს? არა, რა თქმა უნდა არ აქვს. ანუ კარგად დამწიფებული საზამთრო. კარგად დამწიფებული საზამთროა, კარგი ნამდვილი ქართული კვილი საზამთრო. ფანტასტიკური რამე, ცოტათი უცნაურია. აქამდე რომ არ გამისინჯავს ისეთ. ეს არის ნესვი, ეს არის ქლიავი. ქლიავი, ატამი, ხურმა, ლეღვი, გარგარი. რამდენხან შეიძლება რომ ჩირი შევინახოთ, ანუ რამდენხანს იქნება რეალიზაციაში ამ სეზონზე წარმოებული პროდუქტი? ყველა პროდუქტს აქვს თავის შენახვის ვადა, თუმცა მინიმალური არის დაახლოებით 12 თვე, 12 თვის განმავლობაში ყველა ჩირი ძლევს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია წლის ნებისმიერ დროს მივაწოდოთ ნებისმიერი სახეობის ჩირი. ასევე გვაქვს შოკოლადიანი ნაწარმი. შოკოლადიანი ეს მაინტერესებდა ნამდვილად. აუცილებლად. ეს არის ქლიავის ჩირი შოკოლადში. შოკოლადს დაწუნებულებას საქართველოში ვერ აწარმოებ. შოკოლადს რა თქმა უნდა კაკაო არ მოდის საქართველოში შესაბამისად. როგორია? ძალიან გემრიელი. ჩვენ მაყურებელს ახლა დარწმუნებული ვარ აინტერესებს ის პროდუქტი, რომელიც გადის ექსპორტზე და რომელიც იყიდება საქართველოში, ერთი და იგივე ხარისხის არის? კი, ხარისხი არის აუცილებლად ერთი და იგივე. ვერ გავბედავთ ვერც საექსპორტო ცუდი პროდუქციის გაყიდვას და ვერც ადგილობრივ ბაზარზე რა თქმა უნდა. ძალიან მახარებს ეს ყველაფერი და ბოლოს მაინტერესებს რა არის თქვენი სამომავლო გეგმები? აპირებთ ბაღების გაშენებას, უფრო დიდი საწარმოს აშენებას თუ როგორ გინდათ რომ გააფართოვოთ ეს ყველაფერი? უახლოეს მომავალში იგეგმება ბაღების გაფართოება, რომ მქონდეს უფრო მეტი ნედლეული. ასევე საექსპორტო ბაზრების გაფართოებასთან ერთად თავისთავად მოგვიწევს წარმოების გაფართოებას, თუმცა პირველი ეტაპისთვის საჭირო იქნება კადრების დამატება, როგორც მოგეხსენებათ, დასაქმებულია ადგილობრივი მცხოვრებები, უმეტესად ქალბატონები. და წარმოებასთან ერთად დარწმუნებული ვარ, აქაური ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვისაც დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემი მაყურებლის სახელით პირველ რიგში, რომ დაგვათვალიერებინე ეს საწარმო და გვაჩვენე რა ტექნოლოგიური ციკლი უნდა გაიაროს ნედლეულმა სანამ მოვა ჩვენამდე, ანუ დახლამდე და სანამ შევიძენთ ასეთ გემრიელ ჩირს. სასიამოვნოა რომ გვესტუმრეთ, მადლობა დიდი სტუმრობისთვის.